როგორ მუშაობს манифестация? ოღონდ манифестация, რომელიც არის დადასტურებული ნეირომეცნიერულად და არა манифестация, რომელიც უმოქმედობისკენ გვიბიძგებს და უბრალოდ რაღაცა ცეცხლების დანთებას ან კრისტალების ყიდვას ან მთვარის შუქზე რაღაც რიტუალის გაკეთებას გულისხმობს. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება გამოგადგეთ მოქმედებასთან ერთად, რომ უფრო დაიჯეროს თქვენმა ტვინმა, მაგრამ თუ მოქმედება არ იქნება, არაფერს არ აქვს აზრი და ეს რეალურად იქნება საკუთარი თავის მოტყუება, რომ ვითომ რაღაც გააკეთეთ და სამყარომ არ დაგასაჩუქრათ ან პასუხად არ გამოგიგზავნეთ შესრულებული სურვილი. მე მგონი ყველა გამოვედით იმასაკიდან, რომ თოვლის ბაბუის ჯეროდეს და ვიცით თოვლის ბაბუის მიერ ნაჩუქარი, ესე ვთქვათ, საჩუქარი რა მექანიზმითაც მუშაობს, ვიღაც მაინც მოქმედებს იმისთვის, რომ ბავშვმა მიიღოს საჩუქარი და იმისთვის, რომ უფროსმა დასრულმა ადამიანმა მიიღოს საჩუქარი, ასევე მოქმედებს ვიღაც და რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ თავზე და ეს ვიღაც გავხდებით ჩვენ, ანუ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც შევქმნით ჩვენი ცხოვრების დიზაინს, манифестацიის გამოყენებით გამოვირეცხავთ ტვინს და დავაჯერებთ საკუთარ თავს, რომ ეს მიზანი მართლაც შეეფერება ჩვენს ცხოვრებას და კარგია და გავფართავდებით, დავიწყებთ მოქმედებას და მე სამყაროც ესე გვეგონება, რომ ხელს გვიწოდებს და რეალურად სამყაროს ქმედებები არის პირდაპირ პროპორციული ჩვენი მოქმედებების. ანუ